შესაბამისად გააკეთეს ანტილეიბორისტული ბლოკი ამ ოპოზიციამ, პირდაპირ ვთქვათ. მოურიგდნენ ბიძინა ივანიშვილს, შევიდნენ მოლაპარაკებაში და ალიანსში მასთან. ერთ-ერთი მოლაპარაკებელი იყო ესქალბატონი პრეზიდენტი. პირობა იყო, რომ ჩვენ ტელევიზიაში არ უნდა გავჭაჭანებულიყავით და ჩვენ პარლამენტში არ უნდა შევეშვით და მისცა პირობა აი ამ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ მოიყვან და ხელისუფლებაში ერთი-ორი დეპუტატით უმრავლესობაში. ანუ პრემიერ-მინისტრი მათი იქნებოდა და თვითონ გადავიდოდა ოპოზიციაში. ეს პირობა იყო მიცემული. შეთანხმდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ეს თავგასებული გილაური, როზის და გვიკითხავს ლექციების გადაღამე. სააკაშვილის პრემიერად ნამუშევარი მთელი ენერგეტიკა რუსებს რომ იყიდა, ეს გილაური. ხო, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ბანკის თანამფლობელი, მისი ძმა დირექტორი. ანუ ერთი ბანდა რა სრულიად. ეს უნდა გამხდარიყო პრემიერი. არ ვიცი ახლა ეს რამდენად გუწფრელად დაპირდა ივანიშვილი ამას. მერე მოსკოვიდან მოვიდა სიგნალი პუტინისგან, რომ შენ სიცხე ხო არა გაქვს, რომელი ოპოზიცია მოკავს ხელისუფლებაში, არც იფიქრო მაგაზეთო, რომ გადაგაყლაპებ ატომურ ბომბს, როგორც აი ლიტვინენკოს რო გადაყლაპა ატომური ჩაი ლონდონში და იმის საფლავი ახლა წაცხივებს ლონდონში. ლიტვინენკოს საფლავი. ბუნებრივია ახლა ამას კურდღელივით შეეშინდა ეგ ამბავი და ოპოზიცია გადააგდო ამ საქმეში. ამიტომ არის ოპოზიცია პირდაღებული და გაოცებულები რო დარბიან წინ და უკან. ანუ მთელი ეს სქემა ჩაეშალათ მოლაპარაკების და შეთქმულების. ეს ძალიან კარგია რომ ჩაეშალათ.